გამარჯობა მეგობრებო, როგორ ხართ? მე ვარ გიორგი დანელე, თქვენ უყურებთ ჩემს YouTube channel. დღეს ვართ World Run-ზე. ეს არის მსოფლიო რბენა, რომელშიც ერთვება მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველოს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არ ჩამოვრჩებით უკვე ბოლო 5 წელია, თუ არ ვცდები. მოკლედ წელს რეკორდული რაოდენობის ხალხი დარეგისტრირდა საქართველოსთან. ეს ციფრი არის 7000 ადამიანი. ეს იმას ნიშნავს, რომ 7000 ადამიანმა გადაიხადა თანხა იმისთვის, რომ დარეგისტრირებულიყო მსოფლიო რბენაზე საქართველოში. რაც ჩემი აზრით ძალიან კარგი მაჩვენებელია. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ივენთის ორგანიზატორს, Red Bull Georgia-ს და ასევე ყველა იმ კომპანიას, რომელიც რეალურად ამ პროექტს ხარში უდგანან, ძალიან ბევრი სამთავრობო კომპანიები, კერძო კომპანიები და ასე შემდეგ. დღევანდელ დღეს, რა თქმა უნდა, მე პირადად და ჩვენი თიმი აქ ვართ იმისთვის, რომ ვიღებთ დრონებით ამ ყველაფერს, ანუ ორი ინსპაირორი. აი, აგერ ხედავთ. ინსპაირორებით ვერთვებით მოკლედ გადაღებაში. ერთი დრონი იქნება live stream-ზე უშუალოდ, მეორე დრონი production-ისთვის გადაიღებს კადრებს. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო დღე გამოვა და ესეთი დახუნძვრული დღე. ეხლა ერთი დრონით წავალთ, მეც გავყვები live-ზე. ტრასის შუაში კი არა და დასაწყისს ცოტა იქით. იქიდან დავსტრიმავთ, გავტესტავთ ყველაფერს და ნუ დავიწყებთ ნელ-ნელა მუშაობას რა. დრო ვეცდები კამერა ხშირად ჩავთო და შემოგიერთეთ ხოლმე. მოკლედ,ავლაგდით, ჩავლაგდით, გავტესტეთ დრონები და გამოვიწიეთ. აქეთ ეხა ეს არის მაგალითად სხვათა შორის ლაივის მანქანები, სადაც შიგნით დიდი ლაივის აპარატურა დევს, საიდანაც ნაწილდება ლაივი საქართველოში და მსოფლიოში. ეხა მოკლედ აქ გავართ, მოვა მანქანა, გაგვიყვანს შუა გზაზე, საიდანაც ჩვენ ჩავერთვებით მერე ლაივში. ესეთი სიტუაციაა, აი აქეთ. აქეთაც ლაივის მანქანები, სხვადასხვა ტელევიზიების, მოტოციკლისტები, ძალიან ბევრი ხალხი, ბევრი ფან და მოკლედ რავი, ვინც არ ხართ გონი მაგრადინანეთ რა. მოვედით ჩვენი ფრენის ადგილას, აი აქ არის აწყობილი ესეთი კამერის სეტი, რომელიც იღებს და ესეთი კამერა რამდენიმე არის მთელი ტრასის განმავლობაში. ჩვენც აქ ვიწევთ დაბანაკება, ჩვენი გენერატორიც გვაქვს გაზი. სტარტი არის ალბათ ვერ ხედავთ იქით ძალიან შორს დაახლოებით 1 კილომეტრში რა. ეხლა ავაწყობთ დრონს, გავამზადებთ სეტინგებს გადავხედავთ ლაივისთვის. როგორანაირად და გაველოდებით ტესტს. დარჩა დაახლოებით 40 წუთი და მოკლედ ამ 40 წუთში დაიწყება იქიდან რბენა, როგორც გითხარით და დაეშვება ხალხი პირდაპირ იქით. ნუ ვინც სანამდე გახაჩავს. სხვათა შორის მე ორჯერ მომიწია აქ რბენა, სამწუხაროდ წელს ვერ დავრბივარ, მაგრამ მოკლედ როცა ვირბინე 15 კილომეტრი. თუმცა რა თქმა უნდა უარჯიშებელმა არ ვიყავი ამისთვის მისად. და მომდევნო 2-3 დღე ლოგინიდან ვარდებოდი, აღდგომასაც ვცდილობდი, თუმცა მაინც მაგარი იყო ძალიან, ასე რომ არ დანებდეთ ხალხებო, ვირბინეთ ხოლმე. პირველ წელს ცოტა ამ ადგილას მოვიდეთ, უსწორად მახსოვს 20 კილომეტრში თუ რაღაცა რა. ასე რომ სიძბილი ჯანსაღი ცხოვრებაა და თუმეტეს ამას თუ ხელმოქმედებისთვის ვაკეთებ, ძალიან მაგარია. ეს ლაივის კამერა, ბატონი ლაივის კამერა, რომელსაც ვარჩევთ ხოლმე ლაივის კაბელს ესეთ შნურს და ეხლა ჩვენთან გვაქვს შეერთებული, ხო და მოკლედ ესეთი ამბები რა. ეს ზაღლების ჩემი ძმაკაცები არიან, ყველა. ყვალელები არიან. ვიცნობ. ჩემი სახელი ძმა გიორგი. კარგი ბიჭო, შუ გიორგი, მეც გიორგი ვარ, ბიო. აღარ შემიძლია, ვინმე, მოდი გაყოლე. მე გიორგი. ხელას თვალი იყავი ეხაც? ეხას თვალი, ახოდუცი. 23 თვალი ვარ. ეგრე არ შეიძლება ჯანმრთელობა ხო ცოტა. კი, მე დღეს თელი თუ გაკეთე. ხო, მე ჩამოვალ, მე ღვინო ჩამოვიდა, აი დავლიო. აი სამსახურის მერე კი, ხა რაღაცას ვიღებ და მე. ხო, და ეს გეტყვი შენა. დამირეკე და აი ჩამოვალ და ღვინო დავლიო. ეს მე და შენ სიგონ დავლიო რა. გიორგო ბატ. ო, აბარა, რა ქნას კაცმა. ესეც ასე ერთი ელემენტი დავსვით მეგობრებო და აქაურობა არის სავსე. აი აქ გავიდა 5000-ზე მეტი ადამიანი, აქ კიდევ მოდის ძალიან ბევრი 1000 ადამიანი. ზოგი უკვე დაიღალა, გაჩერდა 2-3 კილომეტრში, ზოგი აგრძელებს და ძალიან ბევრი აგრძელებს. სამწუხაროდ როცა დრონით ვიღებ ხოლმე მაშინ ვერ ვიღებ კამერით, იმიტომ რომ გაიკვირდებათ და ორი ხელი მაქვს ხოლმე. მოკლედ ესეთი ამბები, ვეცდები კიდე ჩავერთე წავიდე. ესეც ასე, ბრუნდებით უკან, იმიტომ რომ ტრანსპორტი არ არის, არც იქით წამსვლელი, არც აქეთ წამსვლელს არ აუშავს. ეხლა უკან ბრუნდებით, შევუერთდებით ჩვენს მეორე გუნდს, რომლებიც ადგილზე იღებდნენ სტარტს და იქ მიმდინარე სიტუაციას და ალბათ ისე ვიღებიან. აქ მაგარი გართობა მიდის. მოკლედ ჩამოვედით ფეხით სიარულში ამასობაში და აქ იმენა მაგარი გულაობა არის.
ვინც მორჩა სირბილს და აღარ დარბის, მაგრამ დაჯაზებს. პირდაპირ ვთქვათ, ადრე მორჩნი იდეაში. Red Bull-ის თიმი მუშაობს დღე და ღამე, არის ჩვენებს იმისთვის, რომ ესეთი კარგი ივენთები მოხდეს ჩვენთან რა. დაბრუნება დიდ ყარავში, სადაც პოვებთ განსასვენებელს. მწვადის სუნად ყარს თქო, როგორ თქვა ეხა კახეთში მწვადის სუნი თქო, მაგრამ მწვადის სუნს მიაქვს აქაურობა. ესეც ვესპა. იმედია ჯერ დაბრუნებას არ აპირებ. კლასიკა, მოპედი, კლასიკა. აი პროსტა ეხა განახებ ისეთ მაგარ კაცს, რომ აი დამეთანხმებით რა. 1 2 3 ნახევრად ძინავს. ეს მოპატიეთ ნახევრად ძინავს. ნიმუში იმისა როგორ უნდა გავდეს მამა და შვილი ერთმანეთს. ის გაიშეჭებული. მოკლედ იმდენი ხალხია წინ სცენასთან, იმდენი ხალხია რომ აი შესვლაც კი მაგრად მეზარება და აი აქ ხედან ჩემი უსაქმური მეგობრები. Give me Red Bull. მოკლედ Red Bull უნდა დაიდოს. ეხლა დაიდება Red Bull აი აქ. არ ვიცი ჩანს თუ არა, მაგრამ აი აქ Red Bull დაიდება. Red Bull დაიდოს. აუ ეხლა გეძები და ჩემი ხოთქვი დეიდოს ხო და დეიდო წავედი ხალხო, მოკლედ საათ ნახევარია ვეძებ აი ამ ხელა ტერიტორიაზე ნაყინს და ბევრი პოვე, იმიტომ რომ გონი აღმოჩნდა 100% დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ აღმოჩნდა რომ ნაყინი აქ აღარ არის. ანუ რატო? უყურეთ ხარა მაგარი ბიზნესიდია. უბრალოდ ყოველ დღეს სანაყინე ჩადგითხოლმე რა, მეტი არაფერი. It's very easy. მოკლედ აუცილებლად რომ დაუბრუნდე ხელავში და ჩავარყა, შანსი არა რა. $29 degrees centigrade, sweltering, you can see.